იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი მერვე. რამდენჯერმე წავიკითხე თქვენი წერილი და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე აზრი მებადებოდა. თქვენ არ მდაბლდებით ღვთის წინაშე. გინდათ რომ თვითონ იყოთ მართალი, როგორც უწინ, ისევე ახლა და ასეთი თავაწეული იდგეთ ღვთის წინაშე. თქვენ უკვე დაინახეთ საკუთარ თავში ზოგად საკაცობრიო პირადად თქვენი დაცემა, მაგრამ არ გსურს დამდაბლდეთ და ამის გამო მუდამ გიდრიალებთ თავში აზრი, რატომ არ ვარ კარგი, რატომ არავინ დამეხმარა, რომ კარგი გამხდარიყავი და სხვა. როგორც თავად მწერთ, ზოგჯერ კი ღმერთსაც გიემდურებით. აქედან მოდის თქვენი წუხილიც. თქვენ კიდევ არ გესმით ადამიანის, კერძოდ მისი შინაგანი კაცის დაცემის სიღრმე, რომელსაც სიკეთეშიც კი თავისი ნების შესრულება სურს, რის გამოც ეს სიკეთე თითქმის მთელ ძალას კარგავს. უფალს კი ნებავს, რომ ადამიანმა უარყოს თავისი მე, საკუთარი მეს დამტკიცება რაიმეში, თუნდაც სიკეთეში, ღვთისგან განდგომაა და შესაბამისად ცოდვა. აქედან ადვილი ამ პარტავნებაზე გადასვლა. უფრო სწორად შესაძლოა ეს იყოს კიდეც ფარული კაცობრივი და ეშმაკისეული ამ პარტავნების საფუძველი. აი, სად არის დაცემის სიღრმე? უთხარით უფალს გულის სიღრმიდან. მე ვარ მტვერი და არა წმინდება. ჩემში არავითარი სიკეთე არ არის და არც ყოფილა. ხოლო თუ კი რაიმე კეთილი მიმიღია, ისიც გარკვმენი შეფსვარე და მე თვითონ მისი აღდგენა არ შემიძლია. არამედ შენ შეგიურდები, როგორც კეთროვანი, როგორც ეშმაკეული, როგორც განღვეული და გევედრები შემიბრალი, გამწმინდე როგორც კეთროვანი, რადგანაც მეც, როგორც კეთროვანს, არ ძალმის ჩემი თავის განკურნება. აღმადგინე, როგორც ეშმაკეული, რადგან მის მსგავსად არც მე შემიძლია თავის აღდგინება. შემიწნარე როგორც უძღები შვილი, მან ხომ მიიღო თავისი წილი, გაფლანგა და დაკარგა მემკვიდრეობის უფლება. მაგრამ შენ შენი მიუწვდომელი სიყვარულით მომიტევე, როგორც მას მიუტევე და შეიწყნარე. მოეშვით გამოსწორებაზე ფიქრს და ბოლომდე გააშიშვლეთ თავი ღვთის წინაშე. უთხარით მას, აი ასეთი ვარ უფალო, ჩემზე უარესი და ჩემზე მახინჯი არავინაა, მაგრამ არ არსებობს ცოდვა, შენი გულმოწყალება რომ ვერ სლებდეს. ნუ მომიძაგებ მე, გამკურნე, გამწმინდე და ნუ განმაშორებ შენგან, როგორც მე მრუშენი, მეზვერენი, ავაზაკები და სხვები არ განიშორე. იმის საწინდარი, რომ უფალი არ განაგდებს ასეთ მონანუნებს, არის მისი ვნება ჯვარზე, არა მართალთათვის, არამედ ჩვენთვის, ცოდვილთათვის. კაცთა ცხონების მთელი ისტორია ამის საწინდარია. დამდაბლდით და თვალყური ადევნეთ ყოველგვარ ცუდმედიდობას და რისკვით განაგდეთ, რა სახითაც არ უნდა ვლინდებოდეს იგი და რაგინდ ფაქისიც არ უნდა იყოს, მით უმეტეს ამპარტავნება, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა. დავითი, აბრაამი, ყველა წმინდანი თავს მატლად მიწად დემონებზე უარესად რაცხავდა. რატომ? იმიტომ რომ საღვთო ნათელს მიახლენ. რომლის შუქსეც საკუთარი არაწმინდება და არარაობა დაინახეს. ჩვენ კი ამას იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ შორსა ვართ ღვთისგან, მეტიც შინაგანად ვემალებით კიდეც მას, როგორც ადამი და ევა დაემალნენ ცოდვით დაცემის შემდეგ. და ჩვენც მუდმივად მათ საქციელს ვიმეორებთ, ნაცვლად იმისა, რომ გავაშიშვლოთ ღვთის წინაშე ჩვენი წყლულები და ვითხოვოთ შენდობა და კურნება. ხორციელი ღვაწლი კი, თუ მას სულიერი არ ახლავს, სალაპარაკოდაც არ ღირს. მისგან მხოლოდ ზედმეტი ამპარტავნება იშვება. ხორციელი ღვაწლი შინაგანს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით. სიმდაბლე საქმეების გარეშეც აცხონებს,
საქმეებს კი სიმდაბლის გარეშე ჯერ ცუდმედიდობამდე მიყავს ადამიანი, მერე კი ამპარტავნებასა და წარწმედამდე. ჩვენ ყველანი უკვე იმდენადა ვართ წამხდარნი, რომ ჩვენთვის არც არავითარი საქმეების, არც არავითარი ნიჭების ბოძება არ შეიძლება, რადგან აუცილებლად ამპარტავნება შეგვიპყრობს და სხვების განკითხვას დავიწყებთ. ჩვენ სხვა გზა მოგვეცა, სინანული, უნებლიე მწუხარებათა მოთმენა, საკუთარი თავის უფლის ხელთ შევედრება. უფალო ყავ შენი წმინდანება ჩემზეც, უბადრუგზე. შემინდეთ, რომ გავკადნიერდე და სულიერი მოძღვრის უფლებით ასე მოგწერეთ. თუ კი რამ არასწორად განგიმარტეთ, შემინდეთ, ხოლო თუ კი რამ სასარგებლო ნახოთ, გამოიყენეთ. უნდა განვავითაროთ საკუთარ თავში სწორი აზრები და არა უბრალოდ ჩავალაგოთ ისინი მეხსიერების სკივრში. შემინდეთ, უფალმან გასწავლოთ და გაკურთხოთ. 1948 წელი, კალუგა.